დღეს მინდა გაჩვენოთ ყველაზე განსაკუთრებული, ნამდვილი, ჭეშმარიტთა შორის ჭეშმარიტი JDM დრიფტკარი Toyota Mark II. ეს არის საქართველოში ერთადერთი პროფესიონალურად მომზადებული Mark II. მაგრამ ეს არ არის ის მიზეზი, რატომაც მე გადავწყვეტე ამ მანქანის გადაღება. მოდი ცოტა უკან გადავახვიოთ. ჩემთვის დრიფტი დაიწყო Daigo Saito-ით. ალბათ ბევრს გაგიგიათ ლეგენდარული იაპონელი დრიფტერი, ერთადერთი ადამიანია დღემდე, რომელსაც მოგებული აქვს იაპონიის ჩემპიონატი DTGP და Formula Drift. Daigo Saito ასევე ცნობილია თავისი გიჟური მანქანების კოლექციით. მათ შორის არის AMG GT3 გადაკეთებული დრიფტისთვის, Lamborghini Murcielago გააკეთა დრიფტისთვის, დედამიწაზე პირველი Toyota Supra, სანამ მისი პრეზენტაცია იქნებოდა, Toyota-ს ქარხანამ Saito-ს მისცა სულ ახალი კუზაო, იმისთვის რომ გაეკეთებინა ნამდვილი პროფესიონალური ბაივოი დრიფტკარი და Supra-ს პრეზენტაციაზე Saito-ს გამზადებული მანქანა უკვე გვერდზე იდგა. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელი Saito-ს კოლექციაში ყოველთვის იყო მისი Mark II. ვინც ძველ იაპონურ ვიდეოებს ადევნებდით თვალყურს, გეხსუმებათ Saito-ს წითელი Mark II, რომელსაც ლაბავოიში აქ შუაში დუგა ქონდა ჩამატებული. წარმოდგენა არ მაქვს რატო იყო ეს და რა შემსახურებოდა, მაგრამ მახსოვს ძველი ვიდეოებიდან ვფიქრობდი, რომ ალბათ რახანამას ეგრე აქ ძალიან მაგარი უნდა იყოს თქო. Saito-ს Mark II-მა გაიარა ძალიან ბევრი ეტაპი, თავიდან იყო წითელი, მერე დაყენდა ძალიან გიჟური და დიდი აბვესი, მაგარი ბოდიკიტი ეყენა, ძალიან ბევრი ლეგენდარული დიზაინი გამოიცვალა და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დრიფტკარია ჩემ აღქმაში დღემდე. 2 JZ-იდო 1000 ცხენისძალიანი და იმ პერიოდში 1000 ცხენისძალა იყო Bugatti Veyronis ტერიტორია. ქონდა 1000 ცხენისძალა, მაგრამ Bugatti Veyronisi ორჯერ მსუბუქი იყო. ანუ მთელი მსოფლიო, მთელი დრიფტის სამყარო მაგ მანქანაზე ლაპარაკობდა და მაგ მანქანით იყო მოხიბლული. თან ამ ყველაფერთან ერთად ეს 2 JZ თითქმის მთლიანად სალონში იყო შეწეული. Saito თითქმის უკანა სკამზე იჯდა, იმისთვის რომ უკეთესი წონის გადანაწილება ყოფილიყო და ყველაზე ჩქარი მანქანა გამოსულიყო. ამ მანქანის ვიდეოები გეხსოვმებათ ალბათ, სადაც 4-ვე საბურავით ებისუზე ხტება მიფრინავს კედლისკენ და მერე ბექვარდში ბოლომდე გასაფარებს და ბექვარდით გამოდის ამ კედლიდან და მოკლედ ამ მანქანას ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება აქ მოხდენილი და ალბათ ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ესე ძალიან მიყვარს სედანები, განსაკუთრებით დრიფტში და ესეთი დიდი გრძელი ლამაზი მანქანები. Saito-ს Mark-მა კარიერა დაასრულა RDS-ზე რამდენიმე წლის წინ, იმიტომ რომ ძრავი როდესაც შიგნით უნდა შეიწიოს, ვანა როგორც ვეძახით, ეს firewall-ი უნდა მოიჭრას და დღევანდელ დღეს ფაქტიურად ყველა ნორმალურ ჩემპიონატზე ეს ყველაფერი აკრძალულია. ამიტომ Saito-ს მანქანა ეს Saito-ს Mark-ი არის ბოლომდე რესტავრირებული, აღდგენილი და ეხლა დგას Saito-სთან გარაჟში, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ დღეს ჩვენ გვყავს მათე როჭიკაშვილის Toyota Mark II, რომელიც ასევე ძალიან კარგად გამოიყურება. ცოტა აკლია Saito-ს მანქანამდე, მაგრამ ამასაც ძალიან მაგარი აბვესი აქვს. ამაშიც 2 JZ დევს. Saito-ს მანქანისგან განსხვავებით აყენია Y-Swap-ი და ამ მანქანაზე Y-Swap-ი ძალიან ბევრს უხვევს და მაგას ცოტა ხანში ვნახავ თუ როგორ დადის და როგორ იმართება ეს ავტომობილი. ძალიან ლამაზი ფერია, ეს მათე ჩემი 36-დან მოიპარა, ისეთი მაგარი ვერ გამოვიდა და 2 წელია მზეზე დგას და ცოტა გახუნდა, მაგრამ მაინც მელამაზება თვალში. ამ მანქანას მათე ვიზუალურად თავიდან გაპრანჭავს, გაალამაზებს და იქნება ისეთი ზიზია, როგორც თავიდან იყო. მოდი ვნახოთ აბა როგორ დადის ეს ჩვენი სანაკებო Mark-ი. ჯდომის პოზიცია არის კატასტროფა. გათვლილია იაპონელებზე. 34 ზომა ფეხზე. სულ ყველა პედალი წერად აყენია. ერთი პედლის დაჭერით 3-ს ერთად ვაჭერ. პიანინოს პედლები უფრო კომფორტულია ვიდრე ამ მანქანის.
ამასთან ერთად საშინელი ვიბრაცია აქვს. იმიტომ რომ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ დაეყენებინათ ძრავი და გადაცემათა კოლოფი ყოფილიყო რეზინების გარეშე. პირდაპირ კინებით არის მიმაგრებული უზაოზე. არაფერი რეზინა, არაფერი პოლიურეთანი, საერთოდ არაფერი არა აქვს. ეს საშინელი ვიბრაცია აქვს ამის გამო. რაც საინტერესოა ამ მანქანაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ჩანს, რომ უზარმაზარია, ბაზა არის 2730 მმ, რაც სულ 5 მმ-ით უფრო მეტია, ვიდრე 46-ის. რეალურად რომ უყურებ მით უმეტეს ამხელა ბამპერებით და დამატებებით, გონია რომ უზარმაზარი მანქანაა. სინამდვილეში ორკარიანი 92-ზე უფრო პატარაა. ძალიან საინტერესოა როგორ ივლის. მოდი ახლა ვნახოთ რას იზავს დრიფტში. მარკი მაგარია, მაგრამ ჯდომის პოზიცია არის კატასტროფა. საერთოდ ვერ ვიგებ პედლებს როგორ უნდა დავაჭირო. პიანინოზე მჯდარ ვარ, სადაც უფრო კომფორტული პედლებია. საჭე დგას იკარუსივით, მაგრამ ცოტა ქვემოთ რო ჩამოვწიო, მე ფეხზე მეტება და ვეღარ ვატრიალებ. ეს იმხელა არის, რომ ამას შეიძლება ვერ სიჩქარე გადართო რუჩნოვის მოკაჩვის მაგივრა. მოკლედ, მიჩვევა უნდა, მარჯვენა რულიანი ძალიან დიდი ხანია არ მივლია, მაგრამ აუ ჯეიზედის ემოციები არის ენი დაღუწეველი და რამდენი ხანია კაი ჯეიზედით არ მივლია, კაი რა ჯეიზედით კაი ხანი არ მივლია და ძალიან მაგარია ეს ლაგია, არაფერი არ ხდება და მე უცებ ბახტა მაგრამ მიდის. თან ამაზე დიდი ტურბო აყენია. ლილო არენა რეალურად საკმაოდ პატარა ამანქანისთვის, ამანქანის ზომის გამო არა, ამანქანის სიმძლავრის და ლაგი როგორც აქვს და ასე შემდეგ. სულ ცოტა ხანი რო იარო ამანქანით, ძალიან მაგარი სამართავი იქნება, ამის ვაისვამი. უზომოდ ბევრს უხობს, ან ფაქტიურად შეუძლებელია რომ დატრიალდე, თუ რული ფეხებში არ გაგეჭედება და გაგეხალარდება და თუ ჩემ შემთხვევაში რული ფეხებში მებლანდება და წესიერად ვერ ვატრიალებ. თან საკმაოდ ძვირფასი მანქანაა და არ მინდა რომ მათ ეს რამე გავუქუჭო, იმიტომ რომ ამანქანის რეალურად არაფერი არსად არ იშოვება. მოკლედ, ბევრი რო ვაწვალო ეს მანქანა, ეხლა არ მინდა. ძალიან ემოციურად ვარ ამანქანის მიმართ განწყობილი. ძალიან მომწონს და ძალიან მაგრა შეიძლება ამანქანის სიარული აი ყველაფრის საშუალებას მოგცემს იმისი რომ ხელი კუთხითაც იარო, დიდი კუთხითაც იარო, ძალიან დიდი კვამლიც დააყენო, არც ანტილაგი უნდა არაფერი, უბრალოდ ცოტა მიჩვევა უნდა მარჯვენა მჯდომას და მარცხენა ხელმა რა გააკეთოს და რუჩნოვის ადიპოვო და ეგეთი დეტალები უნდა
უბრალოდ უნდა ინსტინქტში ჩაჭდეს რა. მე დიდი სიამოვნებით ვივლიდი ამანქანით Kings-ets, საქართველოს ჩემპიონატზეც, უბრალოდ მაგრა გავერთობოდი ძალიან ჩქარად, ძალიან დიდ კუთხეზე ჩააგდებდი მანქანას, ყველგან ბექვარდს გააკეთებდი. ძალიან საკაიფო მანქანაა. ძრავით ჯეზეც ძალიან მაგარი ხმა აქვს, ძალიან მაგარი ემოციები აქვს. სიამოვნებით ვივლიდი ამანქანით საქართველოს ჩემპიონატსაც, Kings-ას და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ფინანსური მდგომარეობა არ შეესაბამება ამანქანის ფასს. მაგრამ კარგი ის არის, რომ ეს მანქანა იყიდება. თუ ვინმე ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ მათ ეს შეიხმიანოთ და დეტალებზე უკვე მათესთან გაიაროთ ეს ყველაფერი. წარმატებებს გისურვებთ, მე მხოლოდ გამიხარდება, თუ მარკ 2 დაამშვენებს ქართულ დრიფტს, King of Drifts, საქართველოს ჩემპიონატს და ასე შემდეგ. ამ მანქანასთან ძალიან ბევრი ემოცია მაკავშირებს. იმედია რომ საინტერესო ვიდეო გამოვიდა. მე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან ერთი სული მქონდა როდის დავჯდებოდი ამ მანქანაზე. აი პატარა ბავშვით ხტუნაობდი. აქ ეხა ისე კარგად ვერ მივეჩვევით და ერთ ადგილას ვერ გამოვისმევთ მანქანას, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიძახით ცოდოა და ლილოში საკმაოდ ამ მონაკვეთზე ძალიან ბევრი მანქანაა, კარგად ვერ გავტესტავთ ეხლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინდოდა რომ მომეყოლა თქვენთვის მარკის ისტორია მეჩვენებინა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არის ძალიან განსაკუთრებული მანქანა და ვიღაცები რო ყიდულობენ ხოლმე ამერიკიდან ჩამოყვანილ Infiniti ავტომატიკა G35-ებს და JDM კლუბში პოსტავენ რაღაცებს. აი ეს არის ნამდვილი JDM-ი ეს არის. ნამდვილი იაპონური სული და გული. მინდა რომ დავამთავრო ვიდეო, მაგრამ ვერ წყვდები მანქანას. მოკლედ, თქვენ შეგიძლიათ თამამად რომ გამოიწეროთ არხი იმისთვის, რომ უფრო მეტი სპონსორები ყავდეს და უფრო მეტი ესეთი მაგარი მანქანა გადავიღოთ, ვიყიდოთ, ავაწყოთ და მერე ვიგაზავოთ. აბა დროებით.